ჩვენი ხელისუფლება სექტანტური უტიფრობით გვიმტკიცებს, რომ საქართველოში დამდგარია მეორე თამარის ოქროს ხანა და ყველაფერი არის ძალიან კარგად. სამწუხაროდ ყველაფერი არ არის ძალზედ კარგად. ამის უამრავ მაგალითს მოვიტანთ ჩვენ დღეს. არის უმძიმესი მდგომარეობა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკაში, საშინაოში, გაუსაძლისი მდგომარეობა ყოფითი თვალსაზრისით მე აპოკალიფსურ სურათებს არ ხატავ, მაგრამ ეს სამწუხაროდ რეალობაა და განსაკუთრებით მძიმე აღსაქმელია ის, რომ სამართლებრივი ნიჰილიზმის ეპოქაში ტერიტორიები ოკუპირებულ სახელმწიფოში სულიერმა ოკუპაციამაც იმძლავრა, რაც გამოიხატება საზოგადოების სრულ აპათიაში, გაღიზიანებაში, უიმედობაში, აგრესიაში და უპერსპექტივობაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდების დასაქმებაზე, შემოსავლებზე, სოციალ-ეკონომიკური საკითხის მოგვარებაზე, ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ნომერი პირველი სურვილი ჩვენი ახალგაზრდობის და საშუალო ფენის ჩვენი თანამოქალაქეების არის და საქართველოს მოქალაქეების არის ის 2 კაპიკი იშოვოს, აიღოს ბილეთი და საქართველოსდან წავიდეს და ბედს ეწიოს უცხოეთში. ეს სამწუხაროდ ასეა და ამას ვერ გავექცევით. თქვენ იყავით სააგენტო იყო ალბათ კი არა პირველი, როდესაც გახსოვთ ჩვენ ავაფრიალეთ ეს ფოტო ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ბატონ ადეიშვილის იმასთან დაკავშირებით ეს ფოტო იყო სპეციალურად წამოვიღე მე რომ ჩვენი ხელისუფლება ასევე სამართალდამცავი ორგანოები და პროკურატურა არაფერს არ აკეთებს რომ გამოცხადებულიყო ოფიციალურად და წარედგინათ მასალები ინტერპოლში ადეიშვილის ძებნასთან დაკავშირებით და მაშინ ატეხა პროკურატურამ და ხელისუფლებამ კრიახი და ერთი ამბავი როგორ არა და საიტები შემოგთავაზე, სადაც შემდეგ შეტანილი არის ბატონი ადეიშვილი ძებნაში. მაგრამ აღმოჩნდა ეს ყველაფერი წყალი, როგორც ჩვენ ვამბობდით და ვარაუდობდით, არაფერი არ გააკეთა ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ეს სამართლებრივი საერთაშორისო სამართლებრივი სახე მიეღო ამ პროცესს და არ არის სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს ბატონი ჩემს მიერ დასახელებული პიროვნება ინტერპოლის ძებნილთა სიიდან არის ამოღებული. მე ამას ისეთ სახელი არ ქვია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობას, უილაჯობას, უსისტემობას, უუნარობას შისა და პროვინციალიზმს არა გეოგრაფიული, არა ცნობიერებითი, არამედ ცნობიერებითი გაგებით უსვავ ხაზს, როდესაც არის ამდენი მასალა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა საქართველოში მთელი რიგი წლების მანძილზე, უნდა მოახერხო ხელისუფლებამ და ვერ დადო დამაჯერებელი არგუმენტები იურიდიული, სამართლებრივად გამყარებული, რომ მავანზე აღიძრას საერთაშორისო ძებნა. უნდა მოახერხო ხელისუფლებამ, ადამიანებმა, რომლეთაც შექმნეს დანაშაულებრივი რეჟიმი შეიძლება ითქვას, ყავდათ ათასობით 300,000 პრობაციონერი, 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი თუ დევნილი, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი პროცენტი იყო დაკავებების და ციხეში პატიმრების, ჩამორთმეული ქონებების, სამართლიანობის არაღდგენა, ტერიტორიების დაკარგვა, ნოემბრის ამბები, 30,000 ფარული ფაილები და მკვლელობები და შავი ზღვის აკატორიაში ხალხის საკონტროლო გასროლით, გადაგდებები და სხვა. აი მასალების ფონზე, როდესაც ამ ყველაფრის შემქმნელებს, როდესაც როგორც ისინი ამბობენ და როგორც საზოგადოებას ჯერა და მეც ვიცი რომ ეს ასე არის, მასალებს ვერ ამყარებ და ვერ აგზავნ იქ სადაც საჭიროა, ეს ნიშნავს იმაზე რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო, არაფრის მაქნისი, ან ის არის წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში შესული. დავანებოთ თავი ბატონ ადეიშვილს, უმაღლეს თანამდებობაზე დაინიშნა წინა პრეზიდენტი სააკაშვილს გულისხმობ და როდესაც მიდგა საქმე მასალების გადაგზავნაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, კონკრეტულად ინტერპოლში, მათ რეალურად პალტოების გაკექილი პალტოებისა და 20 წლიანი ბებიის მანქანის გარდა ვერანაირი დოკუმენტი ვერ გააგზავნეს. აღარ საუბრობთ 6 მილიონიანი ანგარიშის მქონე ბატონ
ერთ-ერთ თავდაცვ კეზერაშვილზე, აღარ საუბრობთ ქარდავებზე, იმ ჯალათებზე, მესხელებზე და სხვებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს, რაშია საზოგადოების მოთხოვნა, ან არ უნდა ამის გაკეთება. საოცარია ისიც, რომ ჩვენი ბიუჯეტით ფინანსდება ის სამი პროკურორი საკმაოდ საინტერესო ბექგრაუნდის მქონე, რომლებიც ვითომ დახმარებისთვის არიან ჩამოსული, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ერთი მკვლელობა, არც ერთი გახმაურებული საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი. საოცარია ისიც, როდესაც ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ მათ არ იციან, რომელმა ქვეყანამ მიცა ტოლული სტატუსი ბატონ ადეიშვილს. არ ვიცი ამას რა ქვია უვიცობა თუ რა. ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ბატონ ადეიშვილს ტოლული სტატუსი აქვს, რომ ბატონ ადეიშვილს აქვს გახსნილი ოფისები უნგრეთში და რომ მას ასევე პირდებიან თუ პოლიტიკურ სტატუსს არა, ტოლული სტატუსს უკრაინაში და სხვადასხვა, როგორ ეს არ უნდა ცოდნოდათ მათ. ან გუშინდელი გუშინ 2 დღეა გვესმის ჩვენ ხელისუფლებისგან, რომ ინტერპოლს მგონი არც იციან, რომ ინტერპოლის შტაბინა პარიზიდან ლიონშია დიდი ხანი გადატანილი, ინტერპოლს არ მოუწერია ჩვენთვის არანაირი წერილი და საქმის კურსში არა ვარ და რაღაცებს ზღაპრებს ყვებიან და დღეს უცბად აქვეყნეს პროკურატურა განცხადებას, რომ 18 თებერვალს უკვე ინტერპოლს თურმე უცნობებია საქართველოს ხელისუფლებისთვის თუ რატომ მოუხსნა ბატონ ადეიშვილს ძებნა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი სამართალდამცა კონკრეტულად პროკურატურის და ხელისუფლების იმედი საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენაში არ უნდა ჰქონდეს. მე შეგახსენებთ და რამდენიმე ხნის წინ დაახლოებით 2 თვენახევრის წინ ჩატარებულ ჩვენს ბრიფინგს, სადაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ იმ წინა ხელისუფლებაში მყოფი იმ პროკურორების სია, რომლებიც დღესაც ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან. აქ აქვს ჩამოთვალი 32 ადამიანია ცენტრალურ აპარატში თუ რეგიონალურ აპარატებში, რომლებზეც არის ეჭვი და რომელთაც ბრალი მიუძღვით ძალიან ბევრი საქმის დაბლოკვაში, წამებებში და სხვა და სხვა. თვით ზონდერ ბრიგადებში ყოფნაშიც კი არაფერი, ჩამიჩუმი, არანაირი რეაქცია დღევანდელი ხელისუფლებისგან და ბუნებრივია, რომ ასეთი პროკურორები თავიანთ ყოფილ ხელმძღვანელს ადეიშვილს და სხვებს მათზე ისინი საქმეებს არ დადებენ და ბუნებრივია ინტერპოლის ქმედებებიც. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ყოველივე აქედან გამომდინარე დღევანდელმა პროკურატურის ხელმძღვანელობამ ბუებივით რომ არიან ჩამსხდარი თავიანთ კაბინეტებში და მეტი არაფერი არ აინტერესებთ, პასუხი უნდა აგონ, არა მხოლოდ პარლამენტში გამოსვლითა და ანგარიშის წარდგენით საზოგადოების წინაშე, არამედ საერთოდ თავიანთი უნარობის გამო, რასთან აგვაქვს ჩვენ ადგილეს წინასწარ გამიზნული საბოტაჟია თუ ჩვეულებრივი უვიცობა, ერთის და მეორეს დამღუპელია და კიდევ ორ მაგალითს მოვიტანთ მათი სიცრუვისას. გახსოვთ თქვენ რომ როგორ თუკი კაცი არის ტოლვილი სტატუსის მქონე, მასზე აუცილებლად უნდა მოიხსნა სისხლის სამართლებრივი დებნა. ეს არის ტყუილი, ეს არ არის სწორი. იმ ქვეყანაში შეიძლება, მაგრამ სხვა ქვეყანაში მასზე არ იხსნება სისხლის სამართლის დებნა. ამის მაგალითი არის ბატონი გაგახსენებთ ოქრუაშვილის მაგალითს, რომელმაც საფრანგეთში მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მაგრამ მასზე ძებნა მოხსნილი არ იყო. ამაზეც სრულობს და არასწორ ინფორმაციას გვაძლევს დღევანდელი ხელისუფლება და ერთი ლირიული გადასვლასავით ჩემს მაგალითს შევახსენებ. მე როგორც პოლიტ დევნილი დავბრუნდი, მაგრამ 9 წელი გაუგებარი მიზეზების გამო ვიძებნებოდი. არანაირი სამართლებრივი ბაზა ამისთვის არ არსებობდა და მთელი ტომებია წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსნების მიმართ მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამო და დოკუმენტი ვერ შექმნა ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ დამაჯერებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად საზოგადოებისთვის და ჩვენ ვერანაირად ასეთ ხელისუფლებას და ასეთ სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებს ვერ შევეგუებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უმოქმედობას და არაპროფესიონალიზმს. და არ გამოურიცხავ, რომ მსგავსი პრეცედენტები კიდევ იყოს ძალზედ ბევრი. საქართველოსთან გაქცეული ან წასული დამნაშავე პირების მიმართ და ეს არის ძალიან სამწუხარო და არა მხოლოდ სამწუხარო, ეს არის საგანგაშო. თბილისის მერია ღირსეულად აგრძელებს ბატონ ჯოკია ბოდოკიას საქმეებს. მე ბატონო თბილისის მერო სოფელი კოკიდან
დაგველაპარაკეთ თბილისელებს და აგვიხსენით. სად იფლანგება ის მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი თბილისელების, თანამოქალაქეების გადასახადებით იკრიბება. რატომ ანიავებთ ამას? აი სწორედ ამაზეა ნათქვამი, თქვენ და თქვენ გუნდზე მგლის თავზე სახარებას კითხულობენო. სულ ეხლახანს ყველა შევწუხდით თქვენი ტერმინები და ხელისუფლების ტერმინით შემოვიჭიროთ ქამრები. მე მგონებ ქამრები კი არ უნდა შემოიჭიროთ, ზოგიერთი ჩინოვნიკი იმ ქამრებზე უნდა დაეკიდოთ, რადგან გაუსაძლისია თქვენი დანაპირების შეუსრულებლობა და თქვენი ტყუილების მოსმენა. არ გვაკმარეს ქალბატონებო და ბატონებო ვინმე მარგოშვილის ვინმე არა ვიცე-პრემიერი იყო სხვა სამსახურში გადასვლა არ გვაკმარეს რომ მას შეუქმნეს მაღალ ბიუჯეტიანი სამსახური და სულ ეხლახანს აცხადებს თბილისის მერიის პრესსამსახური და ხელმძღვანელობა რომ შექმნეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური 3,55,000 ლარის ბიუჯეტით. საოცარია პირდაპირ ეს არის მაკონტროლებელი სამსახური, რომლის ბიუჯეტის ამ თანხის 90% გაწერილია დაიხარჯება მანქანებზე, ხელფასებზე, პრემიებზე და მხოლოდ კაპიკები, ლარები, 500 ლარი იმ აუცილებელ საქმიანობაზე, რასაც ცხოველთა თავშესაფრის დეზინფიცირება და სხვადასხვა ქვია. ხა მე დეტალებში არ ჩავალ, უბრალოდ ვიტყვი რომ ეს სამსახური ნაცვლად იმისა რომ ეხმარებოდეს თავშესაფრებს ფინანსებით, ორგანიზებით და ისეთ მეცენატ და ენთუზიაზმ ადამიანებს, როგორიც არის ჩვენი სახელოვანი თუნდაც პიანისტი ქალბატონი რუსუდან ხუნწარია, რომელიც თავისი თანხებით მრავალი წელი ამ თავშესაფარს არჩენს და ასეთი მრავალია, ნაცვლად იმისა ეს სამსახური შეიქმნა მხოლოდ იმიტომ რომ აკონტროლოს კიდევ სხვები. ახალი მაკონტროლებელი სამსახური. ამიტომ იჩნდება ძალიან ბევრი კითხვები თბილისის მერიისა და პირადად მერის მოღვაწეობის მიმართ და ამიტომაც ნუ ეწყინებათ მათ, არაფერი არ არის ჩვენ აქ პირადული, რომ მისადმი და მათი ასე თქვათ ბჭყალებში მოღვაწეობისადმი თბილისთან დაკავშირებით არის ასეთი ნეგატიური განწყობა და კრიტიკული შესაძლებელია მწარე შეფასებებიც კი. ეხლა რაც შეეხება შეკითხვა იყო დღეს ამ დღეებში სულ მესმის ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის, ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ძალიან საინტერესო ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში იყო, ძალიან ტევადი ინტერვიუ და იქ ერთ-ერთ ფრაზას ყირიმთან დაკავშირებით მოყვა არაერთგვაროვანი შეფასება, მაგრამ მას გაეცა, მე ვფიქრობ, ძალიან ესეთი პროფესიული პასუხი, მაღალ დონეზე პასუხი სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის არაერთხელ ჩვენც მოგვიწია ამის განმარტება. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ისეთი მასშტაბის პოლიტიკოს, როგორც ქალბატონი ნინოა, ესეთი შეცდომები, მსგავსი შეცდომები, რომლის დანახვაც უნდათ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს, არ მოუვა და რეალობა იყო ასეთი. ჩვენ თქვით ყირიმთან დაკავშირებით, რომ ის არის დღეს რუსეთის ტერიტორია, რუსეთის შემადგენლობაში, ეს ფრაზა იმიტომ იყო, რომ ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტის კონსტატირება, რაც არის. ეს არის ისტორიულ, აწმყო ისტორიულ ჭრილში დანახული მოვლენა, სახელმწიფოებრივი პოლიტიკური მოვლენა და მხოლოდ ამ კონტექსტში იყო დანახული ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში არსებობა. არც მეტი, არც ნაკლები. აქ არ ყოფილა შეფასებები ისტორიული, ვის ეკუთვნოდა ადრე, არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მივესალმებით ამას, ან არ მივესალმებით ამას, არა, აქ იყო მკაცრი, მკვეთრი, ესე იგი დაწვრილი პოლიტიკური პასუხი, რაც არის ამჟამად.